ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი დაბინძურებული საკვების მიღების გამო ავადდება. კვებით ინტოქსიკაციების შემთხვევები კი განსაკუთრებით ხშირია ცხელ სეზონზე, როცა ამ თუ იმ პროდუქტის შენახვის პირობები ირღვევა ან მისი არასწორად გამოყენება ხდება. ზაფხულში საკვებით მოწამვლის სტატისტიკა ყველაზე მაღალია, ამიტომ სურსათის უვნებლობის წესების ცოდნა და დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ რა უნდა გავითვალისწინოთ მომხმარებლებმა ამ თუ იმ პროდუქტის მისმევამდე, ამის შესახებ ნახოთ ნუცა მამულაშვილის რეპორტაჟი და შემდეგ უკვე თემას ინფექციონისტთან ერთად ზაფხულის სხვა რისკებისა და იმ ინფექციების შესახებ განვაგრძობთ, რომლებიც უკვე არა საკვებს, არამედ წყალს, ზღვებში, ტვეპებსა და აუზებში ცურვას უკავშირდება. ვნახოთ სიუჟეტი. Ქონდა სტანდარტული სიმპტომები, გულისრევა, სიცხიანობა, სისუსტე. გიორგი ბათლიძე გვიყვება, რომ შარშან ზაფხულში ზღვაზე ყოფნისას მან და მისმა მეგობრებმა ციტრუსის ლიმონათი დაალიეს, რამაც სავარაუდოდ მათი მოწამვლა გამოიწვია. ერთ-ერთ კაფეში დავლიეთ სახლის ლიმონათი, ასე რომ ეძახიან, რამაც გამოიწვია ჩვენი მოწამვლა, სავარაუდოდ. ზუსტად ვერ დავადგინეთ, მაგრამ რადგან ყველამ მხოლოდ ეს ლიმონათი დავლიეთ და არა სხვა საკვები თუნდაც ან სხვა სასმელი, ვაბრალებთ ამას. ზაფხულის პერიოდში ჯობია რომ ხალხი მოერიდოს ესეთ გაურკვეველი წარმოების სასმელებს და ასევე საჭმელებსაც. ძლიერი მუცლის ტკივილი, სიცხე, გულისრევა, ფაღარათი, ზაფხულის ცხელ დღეებში მსგავსი სიმპტომებით კლინიკებში მიმართვიანობა საგრძნობლად იმატებს. მთავარი მიზეზი კვებითი ინტოქსიკაციაა, რადგან მაღალი ტემპერატურა საკვებს სწრაფად აფუჭებს. მას მიკრობების ერთგვარ ბუდედ აქცევს და ნაწლავურ ინფექციებს იწვევს. მომართვიანობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ზაფხულში ყოველთვის არის. ეს სულ ერთია ნებისმიერი ასაკის და მიხედვით. ნაწლავთა ინფექციის დაავადება უფრო რთულად მიდის. შიგელოზი, სალმონელოზი, ეშერიხია, სტაფილოკოკური ინფექცია. აი ამ ღებინები და ფაღარათი შეიძლება დაკარგოს დიდი რაოდენობის სითხე ადამიანმა და მოხდეს ორგანიზმის გაუწყლოვნება. ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთოს მოსახლეობამ, დიდი რაოდენობის სითხის მიღება. დიდი რაოდენობის და შემდგომ აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ზაფხულის პერიოდში ნაწლავთა სხვადასხვა ინფექციების გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზი მალფუჭებადი, ცხოველური წარმოშობის სურსათია. მაღალი ტენიანობა და ტემპერატურა არის ის სასურველი გარემო იმ მიკროორგანიზმებისთვის, რომელიც ძალიან მარტივად მრავლდება სურსათში. მაღალი რისკის სურსათის კატეგორიაში შეგვიძლია გავიყვანოთ ცხოველური წარმოშობის სურსათი, როგორც არის რძე, ხორცი, თევზი, კვერცხი და ასე შემდეგ, რომელსაც ჭირდება განსაკუთრებული შენახვის პირობები და შესაბამის პირობების დარღვევა კი იწვევს უკვე იმ ინტოქსიკაციას, რაც გვაქვს სახელზე. ბაქტერიული ინფექციებით ავადობაში დიდ როლს თამაშობს საკვები, რომელიც თერმულად არ არის დამუშავებული. განსაკუთრებით საშიშია მზეზე საათობით დარჩენილი სენდვიჩები, სალათები და კრემიანი ნამცხრები. საკვებით მოწამვლას იწვევს გაურეცხავი ხილი და ბოსტნეულიც. აუცილებელია არა გადაბანვა ხელის, არამედ საკმაოდ საფნით მისი დაბანვა. ეს ერთი. მე გაურეცხავი ხილი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ხშირად არის ხოლმე პაციენტები ძახიან, რომ იცით რა, ხეზე მოვკრიფე. უკაცრავად ხეზე კი მოვკრიფე, მაგრამ ეს ხეზე იქ შეიძლება თავისუფლად დაბინძურდეს მტვრით, რომელიც სავსეა უამრავი ბაქტერიებით, თუ მას გაურეცხავი ხილს მიირთვეს ადამიანი, ცხადია ნაწლავთა ინფექციით და აუცილებლად დაავადება პაციენტი. იმის მიუხედავად, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებს მუდმივ რეჟიმში ამოწმებს, წესები მომხმარებლებმაც უნდა დავიცვათ. განსაკუთრებით ზაფხულში, როცა პიკნიკებსა თუ ლაშქრობებში ხშირად დავდივართ, რადგან ბუნებაში ბაქტერიების საკვებში მოხვედრის რისკი უფრო მაღალია. ასეთ შემთხვევაში სასურველია თან წაიღოთ პატარა მაცივარი და არა მალფუჭებადი საკვები. ხორც პროდუქტების, მათ შორის მწვადის მომზადებისას კი დარწმუნდით, რომ ხორცი ბოლომდეა შემწვარი. მნიშვნელოვანია მომხმარებელმა თუნდაც შეძენის დროს მიაქციოს ყურადღება. პირველ რიგში ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას, თუ რა შენახვის პირობები უნდა შეუქმნათ იმ პროდუქტს, რომ მასში არ გამრავლდეს ეს მიკროორგანიზმები. მნიშვნელოვანი არის ვადის კონტროლი, რათა ამ ვადაში ის პროდუქტი წარმოებლის მიერ რაც არის მინიჭებული, არის უნებელი მომხმარებლისთვის. მნიშვნელოვანია ასევე ტრანსპორტირების პირობების დაცვა. თუ შევიძენთ პირობითად ამ მაღალი რისკის პროდუქტებს, დიდი დროით არ უნდა დავაყოვნოთ ისინი მაცივრის გარეშე. ზაფხული ის სეზონია, როცა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ აქტიურად მოგზაურობთ და გასტრონომიულ თავგადასავლებს ვეძებთ. თუმცა ახალი გემოებისა და გამოცდილებების ძიებისას სიფრთხილე არ უნდა დაგვავიწყდეს და მნიშვნელოვანია მოვერიდოთ საეჭვო ობიექტებს.
არ უნდა მივირთვათ პროდუქტი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ის ჰიგიენური პირობები, რაც სურსათის უნებლობას უზრუნველყოფს. მოვერიდოთ ისეთ ადგილებში მირთმევას, როგორც არის ბაზრობები, ღია ცის ქვეშ მოწყობილი საზოგადოებრივი კვების ობიექტები. მნიშვნელოვანი არის იმ ყველაფრის გათვალისწინება, თუ რა პირობებში მზადდება სურსათი, იქიდან გამომდინარე დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მეგობრების და შვილების ჯანმრთელობა. მაღალი რისკის პროდუქტებს შორისაა სახლში მომზადებული ან დაზიანებული ქილის მქონე კონსერვი, რომელიც საშიში დაავადების, ბოტულიზმის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. სიფრთხილე გვმართებს შებოლილ თევზთან თუ სახლში დაკონსერვებულ კიტრთან, მწვანე ლობიოსთან, ბადრიჯანთან, სოკოსთან და სხვა ბოსტნეულთან. ამიტომ საეჭვო შემთხვევაში მათ ნუ გამოიყენებთ. მომზადებისას კი ყოველთვის ზედმიწევნით დაიცავით სტერილიზაციისა და მოხუპვის წესები. დინაზე და მოხუპული დაუშვათ პროდუქტი არათუ შემთხვევაში ადამიანმა არ უნდა მიიღოს. თუ დაუშვათ იმ პროდუქტს თერმულად არ დაამუშავებს, იმიტომ რომ 20 წუთის შემდეგ ის ტოქსინი ხდება მისი გაუნებელყოფა თერმული დამუშავების დროს. ზაფხულის ცხელ დღეებში საკვებით ინტოქსიკაციის შემთხვევები პიკს აღწევს. ამიტომ მოერიდეთ არაჰიგიენურ ადგილებში ჭამას. გადაამოწმეთ მაცივრების მუშაობა, სურსათის ვადები თუ შენახვის პირობები. ხორცი, თევზი თუ სხვა მალფუჭებადი პროდუქტების შეძენისთანავე მოათავსეთ მაცივარში და მომზადებისას თერმულად კარგად დაამუშავეთ. ხილბოსტნეული მირთმევამდე ყოველთვის გარეცხეთ და ხშირად დაიბანეთ ხელები. ეს მცირე სიფრთხილე თავიდან ჯანმრთელობის დიდ პრობლემას აგარიდებთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩვენ შემოგვიერთდა ინფექციონისტი და ყველას იმედი ქალბატონი მარინა ენდელაძე. მოგესალმებით ქალბატონო მარინა, ჩვენ ახლა ვნახეთ თუმცა მამულაშვილის რეპორტაჟი და ირკვევა ისედაც კი ვიცოდით, თუმცა ნუ დადასტურებულად, რომ ყოველთვის პრობლემა არის ზაფხულში საკვების სწორი შენახვა ამ ტემპერატურის გამო. აი განსაკუთრებულად პირველი კითხვა ასეთი მაქვს, რომელი დაავადებები აქტიურდება ზაფხულში და რა არის მთავარი გამომწვევი მიზეზი აი ამ ცუდი ინფექციური დაავადებებისა? ზაფხულში ძირითადად აქტიურდება ნაწლავთა ბაქტერიული ინფექცია. ვინაიდან მაღალი ტემპერატურა უყვართ, ნაწლავთა ვირუსული ინფექციები ცოტა უკანა პლანზე გადადის ამ პერიოდში. ბაქტერიული ინფექციები რამდენადაც მაღალი. ენტეროვირუსი საერთოდ ნაწლავთა ინფექციებში არ შედის, ნაწლავთა ვირუსული ინფექციასაც არის. თუმცა ზაფხულის პერიოდში ენტეროვირუსებიც არიან და ეხლა საკმაოდ ბევრი სხვადასხვა შტამების სახით ხდება, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ენტეროვირუსი პრაქტიკულად სულ 1-2 შტამი იწევს დიარიულ კომპონენტს, ანუ ეს არ არის ნაწლავთა ვირუსული ინფექცია. ნაწლავთა ვირუსული ინფექციები სხვები არიან. ხო, დავბრუნდეთ ამ თემას, ნაწლავების ვირუსული ინფექციები. ბაქტერიული ინფექციები. ხო, ნუ ბაქტერიული ინფექციებიდან ამჟამად განსაკუთრებით სალმონელოზი, შიგელოზი, ანუ დიზენტერიას რომ ვეძახით, ნაწლავის ხილით გამოწვეული ინფექცია, ეშერიხიოზი, კამპილობაქტერიოზი, პროტეუსით გამოწვეული. ანუ ეს ბაქტერიული ინფექციებს უყვართ მაღალი ტემპერატურა და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. სწორედ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენახვის პირობებში. საკმაოდ საშიშია და შესაძლოა საკმაოდ ზემეთაც წავიმართოს. და აი ქალბატონო მარინა, ახლა ზაფხულში ცხელა ხო 40 გრადუსია ეს დღეები და ბუნებრივია, ვისაც რაღაც საშუალება აქვს და თუ დრო აქვს, ზოგი აუს მიაშურებს, მე რაღაცა ქალაქგარეთ იქ რაღაცა ტბებში ბანაობა, ანუ ზღვაც საქართველოში აქტიური დასვენების კურორტი. ეს არის ქალაქგარეთ აქტივობებთან დაკავშირებული ინფექციები. ესენი განსაკუთრებით მწერების ნაკბენებს უკავშირდება და მაინც ჩვენს რეგიონში ყველაზე უფრო საფრთხილო არის ტკიპები, ნუ ჩვენს ქვეყანაში არის ისეთი რეგიონები, სადაც უფრო მეტის რაოდენობით არიან და ტკიპები ძალიან ბევრ დაავადებას იწვევენ. აი ეს მე ზუსტად გავრცელებული. და თქვენ მკითხეთ პირდაპირ, რომ სად ვარაუდობ, რომ თქვა გიკბინა რამე წერმა. აი და ამას ყოველთვის ვკითხულობთ, ხო, იმიტომ რომ არის რეგიონები, სადაც რომელი ინფექცია უფრო მეტად არის აი დაინფიცირებული ეს ტკიპები. ну, რა ვიცი, ალბათ არ არის მაინც და მაინც აიდუმლო, იმიტომ რომ უკვე ყველა მითის ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის იქეთა რაიონებში, მაღალმთიან რაიონებში არიან ტკიპები ხშირად ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულები და არიან იმის გადამტანები. აი ტკიპებით ბევრი დაავადება გადადის, არა მარტო ეს მოგეხსენებათ ბორელიოზი, ლაიმის დაავადება, სხვადასხვა რიკეციოზები, რომლებიც ხდებიან ახლაც რეგიონებს, ამიტომ ვკითხულობთ, რომ ვიცით ხოლმე საიდან რომელი შეიძლება უფრო მოდიოდეს. მაგრამ ყველაზე მეტად საფრთხილო მაინც ყირიმკონგოს ჰემორაგიული ცხელებაა, რამდენადაც
შესაძლოა დაავადება თუ კიდროულად არ მიეხედება ლეტალურად დამთავრდება. თბილისის რეკრეაციული ზონები თუ არის რისკის შემცველი, აი ლისის ტბა იქნება ეს კუს ტბა და სხვადასხვა თბილისის ზღვის ირგვლივ. აქეთ არ არის, აი ახლოს. უფრო მაღალმთიან რეგიონებში არის უფრო და თბილისის შემოგარენში არა. აქეთ უფრო სხვა ინფექციებია, რომლებიც შეიძლება, მაგრამ არ არის ისეთი დაავადებები, დავუქვათ ლაიმის დაავადება ხო სასწრაფოდ გადაუდებელი ესეთი არ არის, იმიტომ რომ მკურნალობა არის, დიაგნოსტირება შეიძლება ცოტა გახანგრძლივდეს დროში და საკმაოდ სერიოზული დაავადება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მოგვიანებითი გართულებებისათვის, მაგრამ დიაგნოსტირება შედარებით გაგვიგია რომ აი რაღაც დაუდგენელი დაავადება აქვს ადამიანს, ახალგაზრდა ადამიანი მე გამიგია ჩემს სანაცნობოშიც რომ გარდაიცვალა და რაღაცა უკბინაო და იმდენად რთული წარმოსადგენია რომ რამ უნდა უკბინოს ახლა ჩვენ აფრიკაში არ ცხოვრობთ ხო თქვა სხვადასხვა ესეთი წერები როგორ აი ეს გადამდები მძიმე დაავადებები ყოფილა. ეს ძირითადად ახალგაზრდობით მაინც მოკლე ხანში კბენიდან ვითარდება ეს ყირიმკოგოს ჰემორაგიული ცხელება, ჰემორაგიული იმტროსის ფრაქციებით და სისხლდენები, ცხელებით მიმდინარე დაავადება, თუმცა ახლა ასე შეშინება ყველასე არ ძღირს, იმიტომ რომ თუ პაციენტს ცხელება ქვია დაავადება, ამ რეგიონში განსაკუთრებით უკვე იქ ყველა გაფრთხილებულია, იციან რომ თუ ცხელება გამოვიდა, მაშინ განსაკუთრებით ყველა დაავადებას აქვს სუბუქი საშუალო და მძიმე. ასე რომ იმ რეგიონებში არის ისეთი, რომელიც გადაიტანს და არაფერი არ მოხდება, მაგრამ ეს დრამატიკასებს შეიძლება რომ მიკმინოს საერთოდ ვერ მივხვდე რომ მიკმინა და მაქვს სიცხე როგორ ნავიეჭო პირდაპირ იმაზე რომ იცით რა ტკიპის ნაკმეს უპირატესად იგრძნობთ იმიტომ რომ პირდაპირ კონტაქტი არ ტკიპა ფეხის ჩატოვება იცის ან ექსპოზიციის იცით რა ყველა დაავადებისთვის ამ დაავადებებისთვის იმიტომ რომ ჩვენ განსაკუთრებით უნდა გამოვიკითხოთ ექსპოზიციის ხანგრძლივობასაც აქვს მნიშვნელობა რომელიც შეიძლება დაემართოს რომელი არა თუ გიკმინა და მაშინვე მოიშორე ყირიმკონგო შეიძლება განვითარდეს მაგრამ აი ეს ლაიმი რომელზეც გითხარით ის უფრო ნაკლებად მოსაწილებელი წარმოსადგენია, იმიტომ რომ ის ექსპოზიცია უფრო ხანგრძლივი იყოს. ტკიპას მიხვდებით, ფეხი რჩება, ცოტა უფრო ხშირად ძალიან ბევრი მინახავს, უკვე დარჩენილი 2-3 დღე რომ მქონია ტკიპას ღეულში. აი ლაიმს რომ ახსენებთ რაღაცა თან გვეუბნებით, რომ ეს არც ისე ხშირია, ჩვენთან არ არის, მაგრამ თან მაინც უკვე გვეშინია. არის, როგორ არ არის? ნუ ისეთი გავრცელებული ხო, არის. ნუ ძალიან გავრცელებული არა, მაგრამ არის და ეს დაავადება უბრალოდ მაინც მოგვიანებითი გართულებებისთვის არის. ამიტომ ამისთვის აუცილებელია შეიძლება ამ ბორელით ინფიცირება მოხდეს და ჩვენთან ისეთი შტამი ამ ბორელის უფრო აფზელი შტამი არის რომ მწვავე პერიოდში შეიძლება კლინიკური სიმპტომატიკა მნიშვნელოვნად არ გამოვიდეს. სიმპტომი ერითემა ანუ ხო სიცოცხლე შეიძლება იყოს მეჭდისებრი ერითემა ქვია რაღაც გასხვანაირი დამახასიათებელი სახე აქვს რომელსაც შეიძლება იყოს ხელება არის ხოლმე მაგრამ რაღაცნაირად ჩვენს რეგიონში ცოტა უფრო ნაკლებად არის მწვავე ბორელიოზი ესეთი აქტიური და მძიმე დაავადების სახით თუმცა ეს ერითემა შეიძლება განვითარდეს თუმცა არის საქართველოში ხო საქართველოში თუმცა შეიძლება ასეთი შემთხვევაც იყოს მაგრამ თუ არ დაისვა დიაგნოზი, შემდეგ მოგვიანებითი გართულებები ახასიათებს. ეს ბორელიოზი არის მხოლოდ ტკიპის ნაკმენის შემთხვევაში, ხო? და მისი გართულებული ფორმა. ერთი მინდა ვიკითხო, ზღვა, ტბა და აუზი. ეს სამი მთავარი სივრცე, სადაც წყალთან კონტაქტი აქვს ადამიანს. აი ინფექციების კუთხით რომელი არის ყველაზე ზღვა, ახლა მისი ბაქტერიოციდული და მოძრაობის გამო ნაკლებად საშიშია თვითონ ზღვა. თვითონ ასუფთავებს თავის თავს, მაგრამ სანაპირო არის. ბუნებრივი მარილიც ალბათ თავის საქმესაც აკეთებს. კი აკეთებს, სანაპირო საშიშია. ტბა ცოტა უფრო მეტად. აუზი ხო. თუ მოვლილი არ არის და კარგი აუზი არ არის, იქ ძალიან ბევრი დაავადების. ჩვენს მიერ ჩამოთვლილი შეიძლება სხვა დაავადებების განვითარდეს და ვთქვათ, აუზში თუ კარგი მოვლილი არ არის, ლეპტოსპიროზი არის, ბევრი სხვადასხვა ინფექცია შეიძლება განვითარდეს. რომელიც წყლის ყოფის შედეგად. წყლით შეიძლება გადაიცეს კი. გადაყლაპით უფრო თქვა, ადრე თქვა თან ჭრილობა იყოს და დაზიანებაც. მოყვეთ. ქალბატონ მარინა, ახლა ეს ისე ზაფხულის ცხელ პერიოდს მინდა დავუბრუნდე, უკვე არ დადაგები დაიწყო ჩვენც მალე გავალჩვებულებაში და ნუ ბუნებრივია რაღაც მიაშურებს სხვა რეგიონებს, ვთქვათ დამსვენებელი. აი ბავშვები როგორ უნდა დავიცვათ, რაიმე წინასწარი მომზადება, თუნდაც მაღალმთიან რეგიონში, ან ზღვაზე, ტბებით სუხად არის საქართველოში. აი ესეთ ადგილებში, სადაც უფრო ეს ტრანსმისიული დაავადებების რისკი არის მაღალმთიან რეგიონებში ტკიპის მაინც ცაცმა იცით
დაფარული უნდა იყოს სხეული ძირითადად ამ სიცხეში. ხო მოახო ბამბის დასაცმლით რაღაც მაინც და დაფარვა და ზოგადად ზაფხულში და ყოველთვის ზამთარში ჩვენ ამას ვამბობთ რესპირატორულ ინფექციებზე ხელის ჰიგიენა და ამ ნაწლავთა ინფექციებთან დაკავშირებით პროდუქტის სწორად შენახვა ეს არის მთავარი რომ იყოს დაცული შენახვის პირობები რომ იქ არ მიეცეს მიკრობებს რაღაც 1-2 მიკრობი ყველგან არის არ მიეცეს მიკრობებს გამრავლების საშუალება და არ დაინფიციროს ადამიანი ძალიან დიდი მადლობა ხო ნუ შეშინებული მარიკა და ნუცა შეშინებული მარიკა და ნუცა შესაძლებელია წინასწარ როდესაც იცი შეიძლება ყველაფერი ასე თუ ისე თავიდან აიღიდო და დიდი მადლობა რჩევებისთვის და იმ რეკომენდაციებისთვის რომლებიც ჩვენ პირდაპირ ეთერში გაეცით უღრმესი მადლობა ქალბატონ მარინას ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ ჯანმრთელს დიდი მადლობა